ჰოლივუდური ჟღერადობის მქონე ზღაპრებში ყველაფერი თოჯინებითა და მათთვის კაბების შეკერვით იწყება. რეალობა ხანდახან სხვანაირია ხოლმე. იმისათვის რომ დიზაინერი გახდე, თანაც წარმატებული თოჯინებით თამაში ვერაფერს კარგებს. რაღაც უფრო სერიოზული ტრამპლინი გჭირდება. ამისათვის საქართველოში BeNext არსებობს. კონკურსი, რომელიც უკვე მეორე წელია ქართული ფეშენის არა მარტო ქართულ, არამედ საზღვარგარეთულ ბაზარზე გატანას ემსახურება. 2012 წელს სოფო ჭყონიას მიერ დაარსებულ პროექტში 17 დიზაინერი იღებს მონაწილეობას. Music Box-ი კი თითოეულ მათგანს გაგაცნობთ. გაიგეთ, ვინ გახდებიან სულ მალე მოდური ტენდენციების მოკარნახეები. BeNext-ის დაწყებამდე ჩვენ 5 დიზაინერს შევხვდით. ამ შემთხვევაში მაქვს ჩემი სადიპლომო კოლექცია, წარმოდგენილი 5 კოსტიუმი და აქსესუარებზე მაქვს აქცენტი გაკეთებული, ფეხსმელი და ჩანთა იქნება. ბავშვობაში საერთოდ არ მქონია ამასთან შეხება, არანაირი და არც მიფიქრე არასდროს რომ მოდასთან შეიძლება რამე კავშირი მქონდეს. აკადემიაში რო ჩავაბარე, ზუსტად ვიცოდი რომ არ მინდოდა მოდის დიზაინი. მაგრამ მე რატომღაც ესე მოხდა, რაღაც ჩემი მეგობრები მაგ გადაწყვიტეს მოდის დიზაინს და მეც შევხედავ რა ხდება თქო და ამ შეხედვაში მომეწონა მე და დავრჩი და ეხლა უკვე ძალიან აქტიურად ვარ ჩართული. Fashion Week-ის ნიუკამერებში მივიღე საშან მონაწილეობა. მეორე ადგილი ავიღე და გოეთეს პრიზი. ამ შემთხვევაში მე ფეხსაცმელი მიყვარს ძალიან და სალვატორე ფერაგამოა ჩემი პიკი, ასე ვთქვათ, რასაც შეიძლება მიაღწევ ადამიანმა ფეხსაცმელში. ესენი ახლა რომელიც არ არის ესეთი გამოცდილები, როგორც ვთქვათ, უკვე 10 წელი როა დიზაინერი და იცის ჩვენებაზე გასვლა როგორი, ანუ ამათთან უფრო რთული არ არის, უბრალოდ ესენი უფრო მეტად ნერვიულობენ, ვიდრე ისინი, ვინც ვთქვათ, გასულან უკვე პოდიუმზე და გაუტანიათ კოლექცია, ამიტომ მოდელების ჩვენს ანუ ვცდილობთ ხოლმე რომ არ დავძაბოძეთ უნდა სიტუაცია და კაბით არ დავждეთ და არ დავკუჭოთ რომ უარესად აღარ ინერვიულონ და მარტივს რთული ამდულად არ არის უბრალოდ უგებთ იმის questions რომ ესენი ნერვიულობენ ამ ყველაფერზე. BeNext-ი 2011 წელს ითაშ გალერეში გაიმართა. ამჯერად ლოკაცია შეცვლილია. კონკურსის მასშტაბები კი აშკარად გრანდიოზულისაკენ მიდის. პირველიდან 3 ივნისის ჩათვლით ყველაზე ნიჭიერი დიზაინერები ქობულეთში ჯორჯია ფელეს ჰოთელში მოიღრიან თავს. ლანდის მდგომარეობაში რომ ეხა პეტლები მაქვს გასაკეთებელი, ანუ ძირითადად ყველა ესეა. ანუ ჭირდება რაღაცა პატარა ნიუანსები შესასწორებელი, აი რაღაც საქამრები, ანუ ფერები, რაღაც კამარი, ანუ როგორ გითხრათ, ანუ რაღაც პატარა დეტალებია დარჩენილი. ვაკეთებ მამაკაცების კოლექციას, მაქვს 5 კოსტუმი. ავანგარდს არ ვაკეთებ. მაინც რაღაცა პასტელურ ფერებში მაქვს გადაწყვეტილი. მაგრამ ჭრელი იქნება მაინც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აქ მონაწილეობა, ანუ მივიღებ მეორეჯერ. პირველად ვაკეთებ მამაკაცების ხაზს და ძალიან რაღაცა ისეთია რთულია ჩემთვის. ნუ პირველად ვაკეთებ, ანუ მიიღეს აქ გამოსვლა. კონკურსამდე სულ რაღაც 2 კვირა რჩება. შესაბამისად, ეს პერიოდი ყველა დიზაინერისათვის განსაკუთრებით დატვირთული და დაძაბულია. თითოეული მათგანი ნემსით, ზაფით და სხვა ატრიბუტიკით შეიარაღებულების სტუდიებში არიან შეკეტილები და კრეატიულობას დასახმარებლად უხმობენ. არ მაქვს ამ სფეროში განათლება, მაგრამ 2 წელი რაც დიზაინერი ვარ, გამოდიოდი სხვადასხვა კონკურსზე, ანუ თბილისის ფეშენზე გამოდიოდი და იქაც გავიმარჯვე და არ ვიცი აქ რა იქნება. დომინანტი ფერი იქნება ცისფერი და შავი ერთად, ანუ კომბინირებული ვიყენებ ბუმბულს, ჯაჭვებს ვიყენებ. კონკურსზე ძირითადად არ მქონდა ანუ ეს გათვლა, რომ ვიღაც ჩაეცვა, ანუ ეს უფრო სხვანაირი ნამუშევრებია და ვცდილობ რომ ამით რაღაც ხედვა გამოვაჩინო და რა კონკრეტული გაყიდვადება გქონდა. გიორგი სანდრი ხანია ვიცნობ, Fashion Week-საც გამოვდიოდი მასთან. ძალიან კომფორტულია ეს კოსტიუმი და ძალიან მომწონს. პირველი იყო თბილისის Fashion Week-ზე გამოვედი ნიუკამერის სახით, ეს იყო შაშან წინ. მან გავხდი რჩეული ნინო ჩუბინიშვილის და ბაილინკეციშვილის რჩეული. შემდეგ იყო წინაზე ვიყავ თბილისის Fashion Week-ზე, on გამოვედი ძირითადებში და ახლა გამოდივარ BeNext-ზე. ძალიან გადარვენებია, იმიტომ ყოველთვის მიუხედავად იმისა, რომ იყო რაღაც ისეთი დრო, რომ 5 კოსტუმია სულ და 5 კოსტუმი თავისუფლად შეგეკეთებინა, რაღაცნაირად ბოლომდე მიდის და ბოლოში ერთი თვე მიდის, აი 24 საათიან რეჟიმში მუშაობა. ყველა დიზაინერს სჭირდება რაღაც სერიოზული შემფასებელი, რაც ხდება ამ კონკურსზე, ანუ ჩამოდის ძალიან სერიოზული ხალხი, ვინც სერიოზულად აფასებს და მე მოყვება მაგას რაღაც პოზიტიური რაღაცები, თუ გაიმარჯვე, რაც ძალიან მთავარია ჩემის აზრით. რაც შეეხება თეონა გარდაფხაძეს, მოდელიერის სახელი ატელიე ინფორმალიდან შეიძლება გეცნობოდეთ კიდეც. თეონა სხვათა შორის BeNext-ში შარშანაც იყო ჩართული. წელს კი ამ ყველაფრისათვის ბევრად სერიოზულად ემზადება და დარჩენილ პერიოდს მაქსიმალურად იყენებს, რომ მოწვეულ ჟიურის ქართული მოდა ღირსეულად გააცნოს.
ჩემთანაც ანალოგიური სიტუაცია ვარ, პანიკაში, შინაგანი ფორია, კეი, ვერ დამშვიდით. ღამეს კი არ მძინავს, იმდენად ნერვიულობ, იმიტომ რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. აქ ჩამოდიან სტუმრები, რომლის აზრი, შეფასება, კრიტიკა ჩემთვის არის არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი, რამდენ ადგილას ვარ ნამყოფი და ვერასოდეს ვერ შევძელი მათი გაცნობა. ისინი ქმნიან მოდის ან ძალიან კომპეტენტური ხალხია, ძალიან კი არა, პრინციპში მაგათი იქმნება მოდა. არ არის პრედაპორტე ბოლომდე. არც ვერც დავარქმევ, მაგრამ ეს არის რაღაცა საინტერესო იდეა, კონცეფცია. ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე, ალბათ ბევრად მეტი დრო დამჭირდა ამ კონცეფციისთვის. Binexty არის უფრო კონკურსის ტიპის, ჩამოდიან ძალიან სერიოზული სტუმრები. და რავი ჩვენცაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა რომ დავეხმაროთ დიზაინერებს და კარგად წარმოაჩინოთ იმასეთი თანასწმელი. Binexty-მდე კი დროის ათვლა დაწყებულია. ქობულეთში 1-დან 3 ივნისის ჩათვლით ისეთი ცნობილი კრიტიკოსების ჩამოსვლას ელიან, როგორც თუნდაც დაიან ბერნეა. თუმცა ჟიურის ვინაობა სულ მალე დაზუსტდება. Music Box-ი აბსოლუტურად ყველა მონაწილე დიზაინერს გაგაცნობთ და Binexty-ის დეტალებს კონკურსის დაწყებამდე გაგიმხელთ.